ჩავიცვი. უცებთ მას გავიკეთო და გავიქცე. რადგან შუა გზაზე ჩემი რძალი მელოდება. ისე ცხელა ეხლა თმებ გაშლილი ნამდვილად ვერ წავა. ამიტომ შევიკრათ ჯობია. როგორც ვთქვი, ხოფაზე მივდივარ. ნახოთ აბა. მე არ ვაპირებ არაფრის ყიდვას, მაგრამ და რა ვიცი, შეიძლება რამეზე თვალი გამიგწეს და ვიყიდო. ნახოთ. აბა წავიდე. ჩქარა. ხოფასთან მისვლამდე გახსნილა პლასმასების ჭურჭელის მაღაზია თან ნორმალურ ფასებშია. შვენიერი რაღაცეებია. ფასები მისაწვდომი. სილამაზეები. ნახეთ რაც გინდა ყველაფერია ოჯახისთვის. ნახეთ საოჯახო ყველაფერია. აი ძიმე და ხარისხიანებია. ფასებიც ძალიან გადასარევი, კაი ფასებია. აი ნახეთ. ვიკითხე, მომცეს უთლება, გადაიღეო. ვისაც სურვილი გექნებათ, მოგზანდით, მართლა კარგი არჩევანია. სუპერის ჭურჭელი არ არის, მაგრამ ყველაფერი მომეწონა და კარგია. ხოფის ბაზრობა. გივეძებს მაშინ რამე არის. ძალიან ლამაზი გაბებია. ჩანთების არჩევანი. არ მინდა რომ ადამიანები გამოვაჩინო. ვინმეს განსაკუთრებული არ მიიღო მე. ამას თუ ისეთ წავაწყდები საინტერესოს, გაჩვენებთ კიდევ. ეს ხოფის ულამაზესი ჭურჭელი. ეს შიგნით ხოფაზე. აქ ფასები არ წერია და ვერ გეტყვით კონკრეტულად რომელს რა ფასი აქვს. აზრობიდან ჩამოვედით, ფეხით საკმაოდ გზაა. ალბათ 1 საათზე მეტი ხანია მოვდივარ. ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის კარგია. მე ისედაც მიყვარს. ხოდა დროს არ დავეძა. ერთ მომაკვეთში კი შევისვენეთ, მაგრამ ერთშევნია ფეხით ვიარო, ვიდრე სამოგზაურო მარშრუტით. Sonra მაინტერესებს აქ არის გახსნილი მაღაზია, ეგეც პუშკინის ქუჩაა. Modern Gate. სიაწერი. Modern? კი. მაინტერესებს აქ მაგიდების და სკამების ფასი. თუ მომცეს ნებართვა. ვიდეო რომ გადავიღო მაინტერესებს თუ თან მაინტერესებს რომ ნახო. მივძანთ, შემოვძანთ. დავუკითხავთ, მაინც არ შეიძლება და. ფასი მაინტერესებს. და მოდი აბა დავათვალიეროთ.
ეს მაგი და სკამების ერთად რა ღირს? მაგიდა მხოლოდ მაგიდა ღირსებს 900 ლარი და სკამები 150 ლარი საათი. ცალი. და ის ეს 450 ლარი ღირს მაგიდა და სკამები ის რა თქმა უნდა. სკამები იგივე ფასი 150 ლარია ყველაზე უფრო. სკამები უფრო დაბალფასიანი არ გაქვთ, ხო? კარგი. რეკლამები ვნახეთ თქვენი და მგონა უფრო დაბალფასიანი იყოს სკამები. მაგიდა მშვენიერ ფასშია. დაბალფასიანები არის. ხომ არ გექნება? ესენი კარგი. რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ცოტა დაბალფასიანი იყოს. კარგი, მადლობა დიდი. სკამები ძვირია, მაგიდები ნორმალური ფასია. არ არის ძვირი, ჯიბეს გააჩნია, თორემ სულაც არ არის ძვირი. კარგი. ცოტა არ იყოს დავიხარე. ეს წუთია მოვედი. საკმაოდ ცხელა. და მინდა გაჩვენოთ მოგრებაზე რა გამოდის ვაკიდე. მაგრამ ეს ხუფაზე არ მიყიდია, სხვა მაღაზია შევიყიდე. მგონი ბოლოს რომ გადავიღე იქ. აი ნახეთ, ფასტაკლებები იყო 10 ლარში ესეთი სახილე. ძალიან ლამაზი. არა, ეს 12 ლარში. ესეც 10 ლარში. აი ნახეთ, როგორია. რაც რკინისებურია. ძალიან მოუწევს. მინდოდა და თან ფასტაკლებით რომ შევხვდი, მიყიდე. ეს პირსახოცი ავიღე, ეგეც ფასტაკლებით იყო ხუფაზე. აბაზანის არის. ეს ვიყიდე 12 ლარში. კიდევ ეს ვიყიდე ეგეც სხვა მაღაზიაში. ნახეთ. თხილი რომ ჩაყარო, ან რა ვიცი. ძალიან ლამაზებია მომეწონა. იყოს უნიშნელო უბრალო, ოღონდ ვიზუალურად იყოს ლამაზი და გამოსაყენებელი. სულ ეს იყო. მადლობა. გზაში ცოტა ქარიც იყო, სიცხეც იყო, გავიწეწე. მაგრამ მაინც კაი იყო. მიყვარს გასეირნება. საჭიროც არის და თან მიყვარს. დილას შევძლებ იმედია, დღესაც ვთქვი დილას მოვალ მე, გულშინას ვთქვი დილას მოვალ მეთქი, მაგრამ თუ მოვახერხე დილას მოვალ, თუ არა და აუცილებლად მოვალ მაინც. უკვე ისე ვარ, ისე მივეჩვიე, რომ არ მოვიდე, მე თვითონ ვერ გავძლებ. აი, კიდევ ერთხელ გაგემშვიდობებით, კარგად იყავით, მშვიდობიანი საღამო, მშვიდობიანი ღამე და აბა დილამდე.